საღამოშიდების მეგობრებო, წეღან ესე იგი ვამხილე ყველაზე დიდი შიზოფრენი. ეხლა მინდა ვისაუბრო თუ როგორ აბოლებენ და როგორ ამონებენ არქონტები ადამიანებს და მე დაგამატებთ ყველას. მანამდე შემომიერთდებით. ვიღაცებს გაუკვირდათ, როდესაც მე ვამხილე ის შემოქმედი, რომელმაც ეს სამყარო შექმნა. ხო? ერთი ადამიანი უკვე აქ არის, დავიწყებ. ესე იგი, მეგობრებო, მე ვისაუბრებ დღეს არქონტებზე. არქონტები არიან ის არსებები, რომლებიც არა გარე სამყაროში, არამედ შინაგან სამყაროში არიან. ვისაუბრებ სასუფეველის კარიბჭეზე, სად არის სასუფეველი, როგორ უნდა შევიდეთ შიგნით და რა ფენომენი არის სასუფეველი. ვინ იყო ქრისტე, რა გვასწავლა ამის შესახებ. აი ამ საკითხებზე ვისაუბრებ დღეს და შემომიერთდით, ვისაც გაინტერესებთ ეს თემები. გადაუზიარეთ ვიდეო ეხლავე ხალხს, რომ დაემატოს ხალხი და უფრო მეტი ვიყოთ, უფრო მეტმა ვიმსჯელოთ ამის შესახებ და უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ გამოფხიზნდეს რამე თუ პაჟარია უკვე. რუსულად არ ვთქვათ. ხანძარია, გესმით? ეხლა რა ხდება, მეგობრებო? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ ამ დედამიწაზე შემოვდივართ, მატერიალურს ვიღებთ დედის მუცლიდან, ეს ვიცით უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ სხვანაირად ჩვენ მატერია არ გვეძლევა, ეს გვეძლევა მხოლოდ ქალის სახით. და ქალს ეძლევა კი მამაკაცის სახით ამის საშუალება, რომ გაამატერიალიზოს რაღაც ენერგია, მაგალითად ენერგია, რომელშიც მოთავსდება შემდეგ სული. როდესაც ჩვენ მოგვეცემა, ესე იგი, მატერიალური სამყარო, ეს არის უკვე სულის ტრანსფორმაცია მატერიაში. სულის ჩამოსვლა მატერიაში, რაც გააკეთა პრინციპში ქრისტემ. ჩამოვიდა, განხორციელდა ღმერთკაცი, აიღო დედის მუცლიდან ხორცი და შემდეგ ენით გვითხრა ჩვენ ის, რაც უნდა ეთქვა. ხარა რა მნიშვნელობა აქვს ენას? ენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მეორე კიდე ის, რომ რას აკეთებენ არქონტები, რომ ადამიანებს დაავიწყონ თავისი თავი. ესე იგი, არსებობს ესე იგი სისტემა, რომელ სისტემაშიც ეს არქონტები ერთი და იგივე წრეზე ატარებენ ამა თუ იმ სულს, რომელიც მოინდომებს ამ მატერიაში შემოსვლას. ახლა რა ხდება? სულ თვითონ არ უნდა მატერიაში შემოსვლა, არამედ როგორც აქ ხდება სულების ცდუნება, მეგობრებო, ისევე ხდება იმიერ სამყაროში სულების ცდუნება და სადღაცა მაინც წაცდება ხოლმე სულს იმის სურვილი, რომ აი ამ გამატერიალიზდეს, რომ ესა თუ ის შეგრძნება, ესა თუ ის გამოცდილება მიიღოს. მაგალითად ასეთი თქვენ ალბათ ხშირად გქონიათ დეჟა ვიუ. დეჟა ვიუ არის სწორედ ის პროცესი, როდესაც უკვე მრავალ წრეზე ხარ წასული, მრავალჯერ გამოცდილი ეს საკითხი და სადღაც ფეხი რომ წაგიცდა და ვერ გახვედი ბოლოში, აი შემდეგ როდესაც გაგიყვანენ და ისევ კლავ შემოგიყვანენ აქ იმისათვის, რომ თვითონ I love you თვითონ იკვებონ იმით, რომ შენ ილუზიაში გამყოფონ და იმაზე გაფიქრონ, რომ არსებობს იქ სადღაც ძალა, იქ ღმერთია, იქ ანგელოზები არიან, იქ დემონები არიან და იქ არის გარეთ თურმე ყველაფერი. აი მოვიდა ქრისტე, რომელმაც პირდაპირ მნიშვნელობით სახეში თხლიშა ამ სისტემას და უთხრა ქრისტემ, რომ არსად სხვაგან არ არის. ყველაფერი არის სასუფეველი არის შენში. ვიდრე გარეთ შენ ეძებს სასუფეველს, ჩიტები შეგასწრებენ სასუფეველში. ახლა ნახეთ, კიდევ ამას დააყოლა ის, რომ ხორციელი ვნებით ვერ შეხვალ სასუფეველში. ანუ რას ნიშნავს ის? აი აქ ჩვენ გვავიწყდება ის, რომ ქრისტემ თქვა სასუფეველი შენშია. ნახეთ რა თქვა ქრისტემ? ქრისტემ თქვა, რომ სასუფეველი შენშია და თან კიდევ დააყოლა ის, რომ ხორციელი ვნებით ვერ შეხვალ სასუფეველში და ეს ხორციელი ვნება ადამიანობამ და კაცობრიობამ მხოლოდ და მხოლოდ სექსის სახით აღიქვა და დანარჩენი ხორციელი ვნებები თურმე არ არსებობს. მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ხორციელი ვნება ეს არის მუცელთმოყვარეობა, ვერცხლთმოყვარეობა, თუნდაც მეძაო, რა ქვია მაგას ვოლუსტ ქართულად არის
გამახსენეთ რა ქვია მეძაობას. მუცელთმოყვარეობა, ვერცხლთმოყვარეობა, პატივმოყვარეობა, 7 ვნება რაც არის, ხო? ჩამოთვლილი. ღმერთო ჩემო. სიძვა, ეგ მე-4, მე-5 გამახსენეთ აბა, გამახსენეთ რომელია კიდე? გაგვახსენდება, თუ არა ჩავიხედოთ წიგნებში. მოკლედ 7 ვნება, რომელიც ადამიანს ამ ხორციელში იკავებს, ანუ აკავებს და შებოჭილი ყავს, ანუ სული, რომელიც ვერ თავისუფლდება აი ამ ხორციელისგან, ის სასუფეველში ვერ შევა. ანუ სასუფეველი სად არისო ქრისტემ რა თქვა? შენშიო, ხო? ესე იგი სანამ შენ გარეთ უყურებ ამ ხორციელს, ამ ფულს, ვნებას, იქ თამაშის მოყვარე ხარი, გარეთ ხარ სულ გესმის, ზოგი დაეძებს ქალებს, ზოგი დაეძებს ფულს, ზოგი პატივმოყვარეობას, დიდების მოყვარეობა, ზოგი რას დაეძებს, არ ვიცი, რაღაცა მანქანას, სახლს, მატერიას, ზოგი მუცელს, ჭამას და ასე. პარვა არის რომ არა გაკდა გინდა ეგეც გაკლია რაღაც და იპარა. ყველა მეგობრებო ეს ვნება რომელიც სანამ გაგაჩნია შენ შიგნით ვერ შეხვალო გესმით, შენ თავში ვერ იმოგზაურებო. ქრისტე გეუბნება. ეხლა რასაკეთებენ არქონტები, სად არიან არქონტები? არსად გარეთ მეგობრებო, არ გეგონოს სადღე გარეთ არიან არქონტები და აი ზოგი ჯოჯოს რო ხედავს და ზოგი რა ვიცი რეებს აღარ ხედავენ უკვე, თავიდან გამომდინარე რაღაცებს რო ხედავენ გარე სამყაროში, ის ყველა თავშია. და იცოდეთ რომ არქონტები არიან აზრები მეგობრებო, არაფერი სხვა გარდა აზრისა, რომელიც გაცდუნებს. ერთადერთი და ყველაზე ძლიერი არქონტი არის ის კითხვის დასმა, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით კაცობრიობას ტანჯავს დაბადებიდან დღემდე, ანუ დასაბამიდან დღემდე მე მგონი, ვინ ვარ მე. და ქრისტე მაგარი პასუხი გასცა პირდაპირ სახეში თხრიშა, აფარა სახეზე, ისა ვარ, ვინცა ვარ, უთხრა და დასვა წერტილი რა. არ მჭირდება მეტის გაგება ვინა ვარ და საიდან მოვდივარ და ვინ შემქნა და რანაირად და რომელი ხელები და რომელი მანქანით და არ სჭირდება ქრისტემ თქვა ისა ვარ ვინცა ვარ უპასუხა ამის როგორი შინიათ არქონტებს იცით თავქუთ მოგლეჯილი გარბიან ჯერ ხო გტოვებენ ის რომ ამ კითხვას აღარ გაგიჩვევ შანსი არ არის ეს კითხვა რომელიც კაცობრიობას ტანჯავს და ტანჯვაში ამყოფებს დღემდე პირდაპირ მნიშვნელობით გააქრო ქრისტემ რა უბრალოდ თუ გინდა აირჩია ქრისტეს სიტყვა ეტყვი აი როდესაც ეს აზრი მოვა ვინა ვარ და რაღაცა და მითხარით და ვიღაცამ უნდა გითხრას თურმე რომ შენ ვინ ხარ თავის მოწაფეებს ასწავლიდა ქრისტე ასეთ რამეს წაიკითხეთ აგნოსტიკურ სახარებაში მათეს სახარება მეგობრებო ძალიან მნიშვნელოვანი სახარება არის ქრისტე ისიც თუ ქართულად ნათარგმნია კი არის, მაგრამ ბევრი რამე კიდე არ არის შიგნით. ქრისტე რომელმაც მიხვდა, აი ამ სისტემიდან, მატრიციდან გავიდა ქრისტე რა. და ქრისტე ამით გახდა ღმერთი. თქვენ არ გეგონოთ რომ ქრისტემ რომ გვითხრა ჩვენ რომ თქვენ ხართ ღმერთებიო მან მოიტყუა რა. თქვენ თუ გონიათ რომ ქრისტემ მოგვატყუა, თქვენ არქონტი გაწუხებთ. აი ის აზრები, ეჭვები, რამდენის გინდა იმდენი მინახავს ნარიმანის კარზე, ყველა რო ეჭვის თვალით უყურებს ერთმანეთს, რომ ეს ის არის, ეს აგენტია, ეს ცუდია, ეს ვინ არის? ეს ის არის, ეს არქონტების ჭედვა არის იქ ნარიმანის კარზე რა. ეჭვები, რომელიც შემოდის და გაწუხებს, აი უბრალოდ პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით. ყველა არქონტს პასუხი გასცა ქრისტემ. გააქრო, პირდაპირ მნიშვნელობით გააქრო. გინდა ხორციელი გააქრო, გინდა მენტალური. არქონტი გააქრო თავის თავში. ამიტომ ჩვენ გვასწავლის ქრისტე ასეთ რამეს. როდესაც გკითხავენ ვინ ხარ? არავინ არ ხარ გარდა ერთისა ისა ხარ ვინცა ხარ და როდესაც აზრი მოდის და არ გეგონოს რომ აზრი მხოლოდ შენია
თითოეული აზრი, რომელიც შემოდის, ან არის სულიწმინდის, ან არის არქონტის. და არქონტებით სულიწმინდას ექვემდებარებიან. მაშასა და მე სულიწმინდის არის ყოველი არქონტიც. და არქონტები ექვემდებარებიან იმ სისტემას, რომელიც შექმნა სულიწმინდამ და სულიწმინდამ რაც შექმნა ქრისტემ გვასწავლა ეს. და შენ იცოდე ეს. და იცოდე, რომ თითოეულ არქონტზე ამაღლებული ხარ იმისათვის, თუ კი იმის შემდეგ, როცა ქრისტეს შეუერთდები და ქრისტეს მხოლოდ პურით და იმით კი უნდა შეუერთდე, რომელსაც ყოუზით გიდებენ მუცელ გადმოყრილი, მუცელთ მოყვარე ვითომ ქრისტიანები, არამედ როდესაც შენ წაიკითხავ ქრისტეს და გაეცნობი ქრისტეს, პირდაპირ მნიშვნელობით ქრისტეს სიტყვებით უნდა ისაუბრო, იცი შენ? და თუ შენ არ ისაუბრებ ქრისტეს სიტყვებით და შეგრცხვება ან მოგერიდება ან ვიღაცა გეტყვის როგორ კადრულობ ქრისტეს სიტყვებით საუბარს, არქონტების გარემოში ხარ, იცოდე. გაცილებენ შენს იმ სამყაროს, რომელიდანაც მოდიხარ. და საიდან მოდიხარ? შიგნიდან გარეთ მოდიხარ. საიდან იბადები? შიგნიდან გარეთ იბადები. ამხელა ხარ, არ ჩანხარ და იზრდები და იზრდები, ამოიზრდები შიგნიდან. გესმით? და სადაც შენი სამყაროა, საიდანაც ამოიზარდე, ის არის სასუფეველი. და შენ სადღაც ეკლესიებში და ქვის კედლებში ეძებ ქრისტეს, როცა შენს ეკლესიაში უნდა ეძებო, საიდანაც ამოგზარდა ქრისტემ. ამას არც ერთი მღვდელი არ გასწავლით, იცით რატომ? ისინიც არქონტების გარემოცვაში არიან და არ სურთ განკურნებული ხალხი, რამე თუ ისინი ფუნქციოდ დარჩებიან, რამე თუ ისინი ჯერ ვერ გათავისუფლებულა არქონტების გარემოცვიდან. და არქონტები ასე აწამებენ ადამიანებს, როგორც შოთა რუსთაველმა აგერ გვითხრა კიდეც, ვახ სოფელო რაში განხარ, რას გვაბრუნებ, რაზნე გჭირსა ეს რომ გვითხრა შოთა მტყუილად კი არ გვითხრა, მათ გაიგეს და გაჰაკეს ის ფუნქცია, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით არქონტების ხელშია, ეს მატერიალური, რომელიც შექმნა დაბაოთმა, მეორედ წოდებულ სახელს იახვე ქვია მას. ელ იახვე, რომელიც გარემოცვაშიც იყო ილია მეორე და ვერ გასცდა მას, არქონტებმა ჩაიჭირეს ის. არქონტები ცდილობენ თითოეულ ადამიანს, რომელიც გონს მოვა და დაუკავშირდება სულს, მესამე გირჩის ჯირკვლის მეშვეობით, ანუ ჰიპოფიზისა და ეპიფიზის მეშვეობით, რომელიც ჩაკალულია, ჩაკირულია აქ არქონტების ხრიკებიდან გამომდინარე, თითოეული ადამიანი, რომელიც იღვიძებს, მას ესევიან და ცდილობენ რომ ჩაქოლონ. და როდესაც შენ სიტყვას დაიწყებ, ნებისმიერი დღეს საქართველოში ასეთი ხერხებით ებრძვიან ასეთ ადამიანებს, რომ ისინი მიდიან მასთან, მის გარემოცვაში მქონე არქონტების გარემოცვაში მქონე ადამიანები ქოლავენ ასეთ ადამიანს, აგზავნიან სად? ფსიქიატრიულში. არც მღვდელს არ ესმის შე რომ სულიწმინდასთან გაქვს კონტაქტი, იმიტომ რომ მას ეშინია სულიწმინდის, როგორც კი სულიწმინდას უხსენებ, შიშის ზანზარის ცემს, სულიწმინდის სახელით არ მელაპარაკოთ. რატომ რა დაგიშავა? განა ყველაფერში სულიწმინდა არ არის? და როგორც კი ადამიანი გაიხსენებს თავის ვინ არის და საიდან მოდის და ვისთან კავშირშია ის, მაშინვე იწყებენ გარე სამყაროდან ჩაქოლვას. ოღონდაც არ გაიხაროს ასეთმა, იმიტომ რომ საშიშია, გაიღვიძებს ერთი, გააღვიძებს 1 მილიარდს. ამის ეშინიათ მათ. რამე თუ მათ სურთ, იკვებონ იმ სისტემით, რომელიც შექმნეს. მონებად შექმნეს. მონებად და მონაზოვნები დაარქვეს იმ ხალხს, ვისაც გონია, რომ თავი ქრისტეს შეწირა. სინამდვილეში მან მონად აქცია თავი და არქონტის მონად დადგა. ქრისტე ამბობს, გაეცალე ამ სამყაროს და არა გახდე იმის მონა. შენ კი მონად თლული
ხარ. როდესაც ქრისტეს უერთდები, თავისუფლდები აბსოლუტური სისტემებისა, კანონებისა თუ დოგმებისაგან და ეს არ აწყობს იმ სისტემას, რომელიც სისტემადანაც შენ ამოვარდები. რამე თუ სისტემა სრულიად ანგრევ. ამოვარდება ერთი და ამოაგდებს მთელს 1 მილიარდს. და გიხაროდნენ ჩვენ ეს შევძელით. ქართული სიტყვის მეშვეობით, რომლისაც ძალიან ეშინია არქონს, ეს არის ის სიტყვები, რომელსაც ახლა გეტყვით მე თქვენ და დაიმახსოვრეთ კარგად. არავინ სხვა არ ხარ შენ, გარდა ისა ვარ, ვინცა ვარ. იმეორე ხშირად ისა ვარ, ვინცა ვარ. და გაგეხსნება თუ ვინ ხარ. შენ არავინ სხვა ხარ, გარდა შენი თავისა. შენ ხარ შენ და შენ იყავი, ხარ და იქნები. და სულ ასე გრძელდება, სანამ შენ არ მიხვდები, რომ შენ აღარ გინდა მატერია. აღარ გინდა აქ მოსვლა, აღარ ჩამოხვალ ამ ჯოჯოხეთში, რომელიც არქონტების სამფლობელოა. ვეღარ მოგატყუებენ შენ, რამე თუ გაიხსენე და კიდევ ერთი მინდა გითხრათ, როდესაც ადამიანი გაიხსენებს თავის თავს, მასზე აღარ აქვთ ძალაუფლება არქონტებს და ისინი მას ვეღარ ეკარებიან. მაგრამ თუ კი ადამიანი გაიხსენებს და ეჭვი შეეპარება თავის თავში, მაშინ მას ავიწყებენ კვლავ და კვლავ ამონებენ. ამიტომ არის, როგორც კი ადამიანი იწყებს გამოფხიზლებას, მაშინვე ესევიან. არ უყურო მაგოგოს ვიდეოებს. ნუ უყურებ თორე დაგშორდები. ნუ უყურებ თორე საგიჟეში მოგახვედრებ და რამდენი გამოფხიზლდა? ამინ ამენით იესო ქრისტეს ძალით. ჩვენ გამოვფხიზლდით. და არქონტებმა დაკარგეს ძალა. ამიტომ არის, რომ სრულიად სამყარო გადაირია. იშლება სისტემა, ენგრევათ თავზე, ამოუყირავდათ 7 ტოტა თუ 7 ფეხა მენორა და თავზე დაემხოთ. თავზე ემხობათ. განა ვერ ხედავთ ამას? აღდგომა დაწყებულია და აღდგომა ხდება შენში, შიგნიდან. არცაც სხვაგან არ აღდგებიან ადამიანები, აღდგება შენში ადამიანი, რომელიც არის სულთან კავშირში. ამას გვასწავლიდა ქრისტე და გაიხსენე, რას გასწავლიდა ქრისტე, რამე თუ არ გეგონოს, რომ შენ არ იყავი იმ დროს, როდესაც ქრისტე გვასწავლიდა. შენც იყავი მაგ დროს და სულ ხარ, სულ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ და ერთი და იგივე სისტემაში ვხდებით ყოველთვის აწყოში, წარსულში და მომავალში. იქამდე, სანამ არ გავალთ ამ კარიდან, არ შევაღებთ იმ კარს, რომელსაც ქვია სასუფევლის კარი და რომელია სასუფევლის კარი, რა თქვა ქრისტემ სად არისო? შენში არის სასუფევლის კარი და არსად სხვაგან. ვიდრე მდის შენ ამ ფიზიკურ სხეულში ხარ ჩამოსული, მენტალურით ენის მეშვეობით შეგიძლია გააგებინო ერთმანეთს და შემდეგ, როდესაც აქედან გახვალ, აღარ გჭირდება ენა, აღარ გჭირდება შეხება, აღარ გჭირდება კოცნა, აღარ გჭირდება ჩახუტება, შენ უკვე ამას ყველაფერს ახორციელებ სულის მეშვეობით. თავზე ინგრევა ყველაფერი, როგორც ქრისტემ თქვა და ქრისტემ თქვა, ქვაქვაზე არ დარჩება. მთები გადავლენ და ჩემი სიტყვები არ გადავლენო. და იყოს ნება ქრისტესი და მოვიდეს ის. და მოდის და ამიტომ ინგრევა ყველაფერი და ამინ ამენით. ახსრულდეს ქრისტეს სიტყვა. და დაინგრას ყოველი და ქვაქვაზე ნუ დარჩეს ქრისტეს სიტყვის ამებრ.
აღსრულდეს. რა თქმა უნდა გიწოდებენ გიშს, შეპყრობილს. სატანის ძალებით კურნავსო იტყვიან. იტყვიან შეურაცხყოფს ღმერთსო და ეს არის ქრისტეს გზა. თუ ამისთვის მზად ხარ და გამოფხიზლებული ხარ, მაშინ ამოიღე ხმა. ნუ შეგეშინდება. თუ შეგეშინდება, შენ არქონტების გარემოცვაში ხარ. თითოეული შიში არის არქონტის გზავნილი. გაანადგურეს ეონები და ადამიანებს მიადგნენ. ჰელოუინის ქუდებია ყველგან. არა მხოლოდ სვეტის ცხოველში, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თითოეულ მღვდელს ჰელოუინის ქუდი ახურავს. აბა დააკვირდით, გვირგვინები ადგათ თავზე. სად ედგა ქრისტეს გვირგვინი, სანამ ეკლის გვირგვინი არ მოიპოვა? ხოდა ეკლის გვირგვინების დადგმის ნაცვლად ოქროს გვირგვინები დაიდგეს და შავები ჩაიცვეს ქრისტეს მკვლელების მსგავსად და ქრისტეს სახელით გვასწავლიან და ქრისტეს სახელით გვაჭომევენ ხორცს, სისხლს და მის აღარ გვინდა. ვინც ყრუა ვერ გააგებინებ, ვინც ბრმა ვერ ხედავს, არქონტების მიერ მოცულნი არიან, ისინი და რაქნან ცოდონი არიან, არიციან რასა იქმან. სანამ შენ სისტემის მონახარ, ხარ არქონტების მონა, ხარ იალდაბაოთის, იახვეს მონა, რომელიც არის ბავშვთა მკვლელი, თავისი შვილთა მკვლელი, თავის გაჩენილი ხალხთა მკვლელი, მაწყევარი, ბოროტი, მრუში კაცი. არც კაცია და არც ღმერთი, ის არის ბრმა არსი. ლომის თავით და გველის კუდით, რომელიც თავის თავზე იქით ვერ ხედავს ვერაფერს. და ჰგონია, რომ თვითონ რასაც აკეთებს, ესე უნდა იყოს. და ჰგონია, რომ მისი ქმნილებები მას უნდა ემსახურონ. ასეთი არქონტები ქრისტემ განულა და როდესაც განულდნენ 2000 წელია ფართხალებენ. რამე თუ ქრისტემ მოიპოვა ძალაუფლება ამას სოფელსა ზედა როგორც ქვესკნელში, ისე შუასკნელში, ისე ზესკნელში. აღიარე არქონტო იალდაბაოთ, დასრულდა შენი დრო. ამინ, ამენით, იესო ქრისტე.